დავძლიოთ წყენა, რომელიც ახლობელმა მომაყენა. გული მატკინა ძალიან. ნახეთ, მიმტევებლობა ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი არ არის. თავისუფალი არჩევანი არის იქ, როდესაც მე ქრისტეს ვირჩევ, ან ქრისტეზე უარს ვამბობ. იქ არის თავისუფალი არჩევანი. როდესაც მე ქრისტეზე თანხმობა ვთქვი, ეს ნიშნავს, რომ მე მას უკვე ვემორჩილები და ის მეუბნება, რომ უნდა აპატიო. უბრალოდ ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვა პატიების მნიშვნელობა. აი მაგალითად, ადამიანმა რაღაც დამიშალა. მე მას უნდა ვაპატიო ნიშნავს იმას, რომ ბოროტებაზე ბოროტებით არ გადაუხადო, ბოროტება არ ვუსურვო, თუ წაიქცა ხელი მოვკიდო და წამოვაყენო, თუ მოშივდა საჭმელიც კი ვაჭამო, მაგრამ ეს ყველას არ ნიშნავს, რომ მე მასთან ურთიერთობა მქონდეს მეგობრული. ანუ შეიძლება მასთან ურთიერთობა ჩემთვის აღმოჩნდეს დესტრუქციული, შეუძლებელი იყოს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ის ადამიანი მე უნდა მიყვარდეს მაინც და ეს სიყვარული ნიშნავს არა მას მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ის გარეშე ვერ ვძლებდე, არამედ იმას, რაც გითხარი. ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობ, მას თუ რამე ბოროტება აქვს, ღვთის წინაშე ვავედრებ, უფალო შეეწიე და სინანული მიეცირო, არ დაიღუპოს, თუ პრობლემა შეექმნება და პრობლემა ბოროტებაში თუ პრობლემა აქვს, მეცოდებოდეს და თუ წაიქცევა წამოვაყენო. აი ეგ არის. და ის რომ არ ვაპატიო და შური ვიძიო და ბოღმა მქონდეს, ეს შენთვის ხდება დესტრუქციული, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ღვთისნების აღსრულებისა და უფალი გვეუბნება, რომ მუდმივად ვაპატიოთ, წერი გვიყვარდეს და ვიყოთ ისეთი გულმოწყალენი, როგორც ზეციური მამაა გულმოწყალე. აი ეს გულმოწყალება არის ვალდებულება, ეს ქრისტეს თვისებაა. შენ თუ გინდა რომ ცხოვრდე, ქრისტეს უნდა გავდე. და თუ ეს არ გინდა, ქრისტიანი აღარ ხარ და თავი არ უნდა მოიტყვილო, აი ესე უნდა შეხედო.